ძირფასო მეგობრო მივესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი ანა წითლიძე. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. მოგესალმებით ანა, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ მოხვედი ჩემთან გადაცემაში სტუმრად ამ ძნელბედობის ჟამს მოიცალე და მოხვედი ძალიან ისეთი პერიოდი უდგას ქართულ პოლიტიკასაც და საქართველოსაც, ხო? არასასიამოვნო. მოდი ესე ვთქვა. რბილად რომ ვთქვა, მაგრამ შენ გიყვარს ხოლმე ვრცლად საუბარი ყველაფერზე. ღიად საუბარი ყველა. მე მაგიტომ მიყვარს შენი სტუმრობა, რომ საერთოდ არ აგაქვს არანაირი შეზღუდვები. მე როგორ ჭეშმარიტი მეგრელი ხალი წამში 40 სიტყვას ვამბობ ხოლმე. კი ბატონო, მოდი თავიდან დავიწყოთ ალბათ ზურას ამბით, ხო? ზურას ამბავი ძალიან მძიმეა ჯაფარიძის, იმიტომ რომ რაღაცა ეს პროცესი დაიწყო ქართულმა ოცნებამ. რა პროცესია, რაში სჭირდება? ახლა ესეთი პოლიტიკური ტემპერატურის კიდევ უფრო მაღლა აწევა მას. ხო, ეს ხო პირველ რიგში ჩემი ძალიან დიდი სოლიდარობა ზურას და ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვა, რომ გირაოს არ გადავიხდით და ჩავჯდებით ციხეში. და მართლა რეალურად ის რეალობაა ახლა, რომ გარეთ ყოფნა უფრო ტეხავს, ახლა რომ აი ვიდრე ციხეში ჯდომა, ახლა ციხეში ჯდომა არის, რომ აი ბოლოდ გარეთ არ იყო და ციხეში იყო, ჯობია გარეთ რო ხარ და დაჭერილი თუ არა ხარ, რაღაცა უკვე ეჭვმიჩდება, რომ მიხე რატომ ეგრე. რატო არ დაგიჭირეს, ხო? საბოლოოდ ახლა რეჟიმი რა არის? რეჟიმი ეს არის, რომ რეჟიმი ბოლოს ყველას მიადგება. ხო. სისტემა ბოლოს თავისივე შულებს და ჭამს. თავის ხალხს მიადგება. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჯერ ახლა დაიწყებს ჩვენით ოპოზიციით. გულწრფელად რომ გითხრა, ახლა რა მოისრუნდა კონდეს, ახლა ბიზნესს რომ რაღაცა ადეკვატურობის კონდეს წარმოიდგინე, შენარჩუნებული, ახლა რაში უნდა ჭირდებოდეს მაგას ზურას დაჭერა. მერე გვარამიას დაჭერა, მერე კიდე იქ მელია უნდა დაიჭეროს, მერე პოლიტიკური ლიდერები უნდა მიაყოლოს, ახლა ეს გირაოც ხო არ ნიშნავს ვაშაძის და ლელოსი, რომ ისინი არიან, არ ნიშნავს პროცესი მიზეზი და შეიძლება ნებისმიერ დროს დაიჭეროს ნებისმიერი, ხო? რაში უნდა აწყობდეს წარმოიდგინე, იმიტომ რომ ესენი ყველაფერს ციხეში იყვანა. გარეთ თუ ვერქდეს, ახლა ციხე ხო შეიძლება რომ ყველა ერთად ციხეში მიჯოსოს, ეს მიანიშნებს იმას, რომ თვითონვე შევიდე ჩიხში. ხე, ანუ და ანახოს ჩიხი არა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ არსებობს ახლა ანუ რა მოვიდა რომ აი ანუ და თქვას რომ ეს კანონი რაც მიიღო ბლეფია და ეს კომისია რაღაცა ბლეფია და ვერასრულებს ამ ყველაფერს ან რეალურად უნდა დაიჭიროს მთელი პოლიტიკური ელიტა რაც მისთვის რა თქმა უნდა პრობლემა იქნება ახლა ხო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამერიკელებთან ევროპელებთან წარმოუდგენელი და ტემპერატურასაც რეალურად ქვეყანაში აწევს ამიტომ არაფერში არ უნდა აწყოდებს, მაგრამ ნუ ეხა ესენი დიდი ხანია გასული არიან ამ ადეკვატურობის ადეკვატურობას. მე მგონი ხო, გონივრულ გადაწყვეტილებას არ გავს ეს უბრალოდ რაღაცა აფექტის როდის მიუღია ხა გონივრული გადაწყვეტილება. იცი რა არის, შემდეგი ეხა ეს ამერიკის თემა ალბათ ეხლა წამოეწია შეიძლება უფრო ვერ იყვნენ ხასიათზე რუბიოს განცხადება, ხო? ურსმაი დააჭედა ბოლოს. ეგ რას ნიშნავს? ურსმის დაჭედება ეგ? აი ნახე როგორ იყვნენ ისე ძალიან ისინი არიან. აი ჩვენ ხო გონია რომ რეჟიმია დამაგრებდა და რეალურად ძალიან საწყლები არიან, იმიტომ რომ მთელი წინასაჩვენო კამპანია თავის ამომრჩეველს და ბიზნეს წრეებს ვიღაცებს ატყუებდა და ანუ რითი აიმედებდნენ ახლა რომ ცოტა გვაცადეთ და იქ ტრამპი მოვა. თან ტრამპი ჩვენია. იანვრამდე ჩავაწყოთ ბენზინა დაალაგებს. მოკლედ ტრამპთან. და ეხა უცებ რა მოხდა? წარმოიდგინე რომ უცებ მოხდა ის რომ ეს სანქციები კიდე დაეწიათ. პლუს გუშინ ახლა გამოვიდა რუბიო და პირდაპირ თქვა. ხო. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა რომ ანტიამერიკული არიანო და ხა ტრამპისთვის ანტიამერიკული ხელისუფლება რას ნიშნავს წარმოიდგინე ისედაც 1000 რაღაცებს ანუ წარმოუდგენელია მაგრამ მთელი მაგისი ხო ტრამპის ეს არის რომ ამერიკის ნაციონალური ინტერესი და ამერიკის ეროვნული ინტერესი და რუბიოს განცხადებას რო უსმინო თქვა რომ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონშიო, სოფლის ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონშიო ანტიამერიკული ხელისუფლება, ანუ დედა არ ყავთ საერთოდ რატივეს. და მე ყველაზე მაგარი კი იყო, ეს განცხადება ხო ანუ შოკი იყო მაგათთვის და მე გამოიყვანეს ეს რო ყავთ ეს
საგარეო საქმეთა მინისტრი ეძახიან რა, ბოჭორიშვილი გამოიყო ეს რუსთაველზე და ეხა მაგარ როგორ გააправა ეს ყველაფერი ნახე რომ ანუ ეცადა რომ გაეправებია და თქვა რომ ეგრე არ უთქვამს რუბიოს ანუ იქ რო ეს არისო რა ქვია მაგან დაუსვას კითხვაო ნახე ფორმულირებით და იძულებული გახდა ეგ ეპასუხაო და რა ქნა მე საალჩომ ანუ უთარგმნა რომ უთარგმნა და გამოაქვეყნა საალჩოს გვერდზე რომ აი ეს თქვა რუბიომა და ინგლისური თარგმანი და ქართული დედანი ხო რომ ეს არის ასე თქვა და მოკლედ რო თქვა რომ დედა არა ყავთო აი ეს ხელოვნური ინტელექტის ჩართეს იმას ცალკე ათარგმნეს Google Translate ცალკე და ყველანაირი ვერსია შესთავაზეს აი კი მაგრამ რეალურად მათქაო რა არის მნიშვნელოვანი რომ ისეთი საკუთარ ამორჩევლს ისე არცევს ქართული ოცნება პატივს რა ესეთ სულელები გონიათ საკუთარი ამორჩეველი რომ აი ეს შეუძლიათ რომ აჭამოდი ხლა რომ იქ რუბიოს აჩხმევინეს ну იცი რა არის ბევრჯერ აჩვენე მაგრამ ყოველთვის ყოველ შეჭამენ ეს ხო აი ეგ მაინტერესებს მაგრამ ნაცების ჯინაზე ყველაფერი შეჭამე 13 წელი ხო ნაცების ჯინაზე ყველაფერი ჭამეს საერთოდ ამორჩევ კოცების ამორჩევება და ეხაც მოსალოდნელი თვითონ ეს პროპაგანდაც ეს თუ მისი ტელebati ტელევიზიაც რაღაცა ამ მათ ამორჩევს ჩუქნის პატარ-პატარა სიხარულებს მაგალითად ნუ ხელი საწევა რომელიც ნუ დამონტაჟებული იყო მაგრამ მაინც გაუხარდა მათ ამორჩეველი ხელი აუწია ტრამპმა მაგრამ სხვა საუწია მაგრამ გადმოწიეს და აქეთ ჩასვეს და აღმოჩნდა რომ მას უწევს არის მაგალითად მაკრონს ხელი დაარტყაზებოდან ეს იყო აი ფაქტიურად ამ ხელისუფლების აი 19 წლის მანძილზე რას მიაღწიეს ანუ სანამდე მოგვიყვანეს უბრალოდ წარმოიდგინე და მე ძალიან შეურაცხყოფილად ვიგზავდი თავს ქართული ოცნების ამორჩევლის ადგილას. ანუ 13 წლის მანძილზე ჩვენ რას ვიყავით შეჩეული? ჩვენ ვიყავით შეჩეული რომ საქართველოს იყო თითით საჩვენებელი რეფორმების კუთხით. ანუ ჩვენთან ჩამოდიოდა ამერიკის პრეზიდენტი, ჩვენთან ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და ჩამოდიოდა ისეთი მაღალი თანამდებობის პირები და აი ჩვენი პირველი პირები რო იქით ჩადიოდნენ საერთოდ რა ვიცი დახვედრები და ამბები ქონდა და ანუ 13 წლის მანძილზე ჩამოგვიყვანეს იქამდე რომ ანუ ვიღაცა რო სხვას უწევს ხელს იმას გვასახებენ რომ ეგ არის დალაგების პოლიტიკა ანუ წარმოგიდგენთ რა აი ამას ასახებენ და აი ამაში უნდათ რომ დააჯერონ საქართველოს მოქალაქეები რომ ეს არის 13 წლის მანძილზე ქართული ოცნების ყველაზე დიდი მიღწევა მინდა შევეხო იმ თემას რატო წარმოიქშვა ეს თემა ზოგადად ვერ ხვდები მე პირადად მიშას პლაკატები აი მიშას პლაკატებზე აი ხო შენი კომენტარი მაინტერესებს იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ამ ხელისუფლებამ ის პოლიტიკური ფიგურა დაიჭირა მე ვფიქრობ რომ ყველა პოლიტპატიმარია ჩემი აზრით იმიტომ რომ რადგანაც სასამართლო არ არის სამართლიანი შესაბამისად ყველა განაჩენი შეგვიძლია ჩავთვალოთ არასამართლიანი მე ესე ვუყურებ თუ რო ეხლა ბიძინა ყავდეს კობახიძეს დაჭერილი და ბიძინას პლაკატით იდგეს იქ ვიღაცა ეს გამოხატის თავისუფლებაა მიხვდები არის კი მართლა ეგრეა რომ გამოხატის თავისუფლება კობახიძეს ბიძინა ყავდეს დაჭერილი სხვათა შორის ეგ თეორია აი ფიქრე აბა მაგაზე სხვათა შორის ეგ თეორია მაგიჟი ხანდახან გიждები ხომ რა არის ყველაფერს შორის ხანდახან ეგ თეორია იყო ხომ ყველაზე მაგარი ერთი პერიოდი შეატყვა რომ კობახიძე რო დააწინაურა აიღო ვერაფერმა ესენი რეჟიმი მაინც არის ხო და აი ბოლოს სასოწარკვეთილი იყო რომ იქნება კობახიძე მოუღოს ბოლო ბიძან ივანიშვილს აი ეგ თეორიები ვითარდება აი როგორია რომ ძალიან ნორმალური ხალხი არიან ხო იცი და ანუ შოქში იყო ძალიან სერიოზული ხალხი ანუ მათ შორის იძახდა რომ კობახიძე ისე გაძლიერდაო რომ ივანიშვილის მოშორება უნდა კობახიძის ხელით რუსებსო და აი მაშინ მივხვდი რომ მან ძალიან ცუდად ქონდა და ძიმე შემთხვევა ესე იყვანას და ეხლა ნახე მე რა შეხება მიშას თუ ჩვენ ვამბობთ რომ ევროპული ღირებულებებისთვის ვიბრძვით და აი ამდენი ხანია ქუჩაში ვდგავართ ევროპული ღირებულებებისთვის ხო ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი არის გამოხატვის თავისუფლება. რომ შევ ვერავის ვერ შეუზღუდავ გამოხატვის თავისუფლებას. მე მინდა იქ მიშას ბანერი დავდგები, მინდა ვიღაცას ხოს ბანერი დავდგები და შენ არ გაგუფლება რომ მოხვიდე და ეს მე დამიშალო. ერთი სამართლიანი არ არის, მეორე ეს არ არის ის ჩვენ შეიძლება წარსული შეფასებებზე ვიდაოთ
მას შემდეგ რაც რეჟიმს დავამარცხებთ. თორე რეჟიმი თუ აი ესე გაგრძელდა, ჩვენი პარტიული განსხვავებები ან ყველას მოგვიწევს ერთ ციხეში ჯდომა. ერთ ციხეში იჩხუბებთ მე და მე ხა ციხეში ნაცები არ მობრუნდეს. ეს კი, აი ეგ და ციხეში მე იქნება კი დავა იმაზე რომ არა მე ნაცების კამერაში არ ჩავჯდები ეგ არის კიდე ერთი. მოუწევთ ჩვენთან ერთად მოუწევთ ჯდომა და იქ უარესია დამჯერ მე გამწარებული ხა ციხეში ის რომელიმე მომისული ხა ვიცი რა უნდა მანდ მიშას ბანერი არ იყოს ხო მივახრჩობ და ამიტომ უარესია მათ ისე ხო არის ეს ახლა ეს 9 წელი ხო არის ის 9 წელი ესე ეძახიან იქიდან რამდენი კაცია დარჩენილი ახლა თქვენ პარტიაში აუ ეგ ძალიან მაინტერესებს ეგ არის ძალიან მაგარი ხალხო და აქაც ჩანს რამხელა აი ძალიან ტელევიზორში რო ჩანა და რო წარმოგიდგენიათ რომ ჭკუა მოიკითხება ისეთი ხალხიც კი არის აი ამ პროპაგანდის ქვეშ სულ არის ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ესე ვინმე რო არ დავაკლო 6 თანამდებობის პირი. ძველი ხელისუფლებიდან. 6 კაცია თუ დარჩენილი. ხო. დანარჩენი ვართ ყველა, ვინც მოვედით 2012 წლის მერე და არ ვყოფილ ვართ უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობაში. ოღონდ ეხლა რა ხდება? ნახე? ეხლა რა ხდება? ახლა რო შეხედო ყველა პოლიტიკურ პარტიას. ვინც იძახის რომ ოპოზიციურს, ვინც იძახის რომ ნაცები არ უნდა მობრუნდნენ. არა ნაცები არა კოცები უნდა მოვიშოროთ მაგრამ ნაცები ანუ ყველა პოლიტიკურ პარტიაში ნაციონალური მოძრაობის დროს რო იყვნენ მინისტრები ელჩები ხო მუშაობდნენ პროკურატურაში კი ბატონო აი ესეთი ხალხი გადანაწილდნენ სხვა ოპოზიციურ პარტიაში და მე სოფო ჯაფარიძეს ლევან ხაბეიშვილს და თინა ბოკუჩავას რომელიც ვიყავით სკოლაში უნივერსიტეტში და ბაღში ანუ გვეუბნებია რომ თქვენ არ უნდა მოგვიდეთო და ხალხო თქვენი ყავით თორე მე თუ მივბრუნდები ბაღში სკოლაში უნივერსიტეტში უნდა მივბრუნდე ეგრე ვიხდით ჩვენ მაშინ რა კაი შედარება იყო საინტერესო მაგრამ აი ეგრეა ანუ ესე იგი მაგ ბიზნესით მაშინ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა მობრუნდეს იმიტომ ყველგან არის საკუთარ თავებზე იძახიან მაშინ თუ იძახიან საკუთარ თავებზე იძახიან რომ და ჩვენ ვიცით ის რომ მიუხედავად განსხვავებებისა ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს ჩვენ თუ ყველა ერთად ეხლა ესენი არ დავამარცხეთ მაშინ ჩვენ დავუკარგავთ სამშობლოს და ჩვენ ყველას ერთად დავმარცხდებით ხე აი ეს რო არის თავარი ეს ნაციონალურ მოძრაობას ახსოვს და ამიტომაც ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის როცა ჩვენ თავს გვესხმოდნენ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით რომ ამ ყველაფერს არ ავყოლოდით რომ აი ამ საქართველოს მოქალაქეებში არ იყოს რომ რაღაცა იქ ვნახე ოპოზიცია კიდევ ერთმანეთს ჭამს. ჩვენ რა ვერ ახსენით. ანუ ნახე, ჩვენ ადამიანებს ვერ ახსენით რომ ევროკავშირი და ნატო შეიქმნა იმისთვის რომ ომი აღარ იყოს ევროპაში და მსოფლიოში. რომ ეს ორგანიზაციებში ინტეგრირება იმიტომ უნდა საქართველოს რომ ომი ავიცილოთ თავიდან და ვიყოთ დაცულები. ეს შემოგვიტრიალა რუსები, მანუ რუსკოცება უკუღმა და ხალხს აჯერებდნენ რომ ესენი რო არ იყვნენ ომი დაიწყებოდა ამ ქვეყანაში და ჩვენ პროფესორები გეუბნებოდნენ რომ ნულაპარაკობთ ამაზე. კაცები რო გათხოვდებიან მაგაზე რა აზრი არის აი მაგაზე სოფლებში ხალხი. ხო, იცი რა, ჩვენ და სამწუხაროდ მინდა ვთქვათ რომ ეგ პროპაგანდა მუშაობს. ხო. კი, მუშაობს რა თქმა უნდა. ეგ პროპაგანდაც და ბევრი ისეთ ადამიანს ვისგანაც გამკორებია, ანუ უთქვამთ ჩვენთვის რომ რა თქმა უნდა ხა რუსების დედაც და რუსები ტრები არიან და ამბავი და რაღაცა, მაგრამ ანუ ის არ მინდა ეხა რომ კაცმა კაცი მოიყვანოს ცოლად, ანუ თქვენ კი გაიგეთ ხას, მაგრამ კაცმა კაცი მოიყვანოს და მე შოკში ვარდებოდი რომ ხალხი ვერ ხვდებით რა ხდება თქო, ანუ ეს პროპაგანდაა, ნახე, ამას მე მეუბნებიან ადამიანები რომ აი ეს არის. კი, არის ეს პროპაგანდა. მე მაინტერესებს აი ეს ოპოზიციის მემორანდუმები და პლატფორმები. აი უფრო ძირითადი დროის გატარება და საპროტესტო ბუხტი მიდის იმისკენ რომ აი ოპოზიცია ჯდება, რაღაცა მემორანდუმს მოიფიქრებენ, მე ყველანი ჩამოეწყობიან ხელს მოაწერენ რომ ამას არ გადაუხვევენ. და მე არის იქმნება პლატფორმები, ბევრნაირი პლატფორმა არის. ჯდებიან ამ პლატფორმებზე, მსჯელობენ და გამოდიან მე მიკროფონებთან საუბრობენ რომ ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და დადებითად უყურებთ აი ამ მოვლენას რაღაცას. შემდეგ იქნება რაღაცა პერიოდის მერე ამ პლატფორმას კიდე ერთი სხვა პლატფორმა შეუერთდება, უბრალოდ ის სხვა პლატფორმაა, მაგრამ იგივე ხალხი დაკომპლექტებული, მაგრამ ეს სხვა მიმართულების პლატფორმა. როდემდე უნდა ვუყუროთ პლატფორმებს და მემორანდუმებს
მემორანდუმების ხელმოწერებს. საერთოდ დამეფიცება, რომ არც ერთი მაგ პლატფორმის წევრი მე არა ვარ. არაფერზე არ მოგიწევს. არა, იმიტომ რომ ამერია უკვე სიმართლე. აი, მაგრად ამერია. ეხლა ბოლოს რომელი პლატფორმაა? არ ვიცი, მე უკვე ისე ამერია რამდენი პლატფორმა, იმიტომ რომ იქ რაღაცა იქნებოდა, მე ერთი პერიოდი რა საგიჟეთში ვიყავით, ნახე, ანუ რომ იქნებოდა პლატფორმა იმისთვის, რომ მოემზადებინა მეორე პლატფორმა და ამ მეორე პლატფორმის მოსამზადებელი კომიტეტის ქვეკომიტეტი იკრიბებოდა მაშინ. ჩვენ გქონდა მონაწილეობას და იქ მახსოვს რა. ანუ საგიჟეთში ვიყავით მართლა რა და მე საერთოდ გონია რომ ამდენ პლატფორმა და მემორანდუმს აი ამდენი ქმედითი ნაბიჯი რო ქონდათ. ერთი საარჩევნო უბანი რო ჩაებარებინათ. ადამიანს. და ამდენი ემოძრავათ უბრალოდ იმ საარჩევნო უბანზე. ანუ რომ გონია რომ კი, ბევრ უფრო მეტ ადამიანს დავიცავდით ისე რომ არ შეეშინდებოდა არჩევნებზე მისთვის და ოპოზიციისთვის ხმის მიცემა. ერთი ესეთი კითხვა მაქვს. აი ხა ბოლოს იყო ძალიან საინტერესო ინფორმაცია სენაკის მერთან დაკავშირებით. ეს ყოფილა საოცარი ადამიანი. 38 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული სენაკის მერს. 17 ტენდერი აქვს მოგებული. რა ხდება ამ სენაკში გამაგები რა ქალაქია ესეთი რომ 38 მილიონის ფული ტრიალებს. არა და ანუ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მუნიციპალიტეტია რომელსაც ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს იმისი რომ განვითარდეს. ერთ-ერთი ულამაზესი, ძალიან მიყვარს და ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი. ხო, ღარიბი. სადაც ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველია და სადაც რეალურად სენაკის რესურსების გამოყენება აი არაფერში არ ხდება. საერთოდ ყველაზე დაჩაგრული მუნიციპალიტეტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ეს ეხა ახალი ამბავი კი არ არის, კაცო, ეს მე ცნობილია, მაგაზე ბრიფინგებს ვაკეთებდი და ნახე ეხა როგორი ბანძები არიან ამაშიც რა. თვითონ ხო ჭამენ, ანუ 38 მილიონი ხო ჭამა. თავისებს კი არ აჭმევენ და მოგიყვები ეხა ერთ რაღაცას რა. სენაკის ეხება ესე. ქორწილში ვარ მოკლედ სამეგრელოში რა. ხო. ოღონდ როგორი პერიოდია, იცი? არჩევნები, საარჩევნო პერიოდი იწყება ისეთია. რა? და ეხა ისეთ ქორწილია რა, ნაცებიც არიან, ქოცებიც არიან, შუაშისტებიც არიან. რა, ეს 500 კაციანი ქორწილია, ხო, იცი, მეგრელების ამბავი და წარმოუდგენელი რაღაცა ხდება და აი ამ იმის შუა ქორწილის დროს ვიღაც 1:50 წლამდე მამაკაცი მოდის ჩემთან და მე ვარ გამარჯობათ ქალბატონოვანი, გამარჯობათ და იცით რა, მე თქვენი აუჩაველი არ ვარ, მაგრამ მე მაგ ნანახი თქვენი ვიდეო როგორ ურტყამთ დაჩი ბერაიას. დაჩი მახსოვს. ხო, დაჩი ბერაიას. მე ცოტა ხაში გავიდან, მეც ახლა ესე გავუცით ახლა თან ჩემი აუჩაველი არ არის და მივხვდი რომ რაღაცა ქოცია რა. კაი, რაღაცას გიმზადებს. ხო, ახლა მე ვიტყვი ხა აქ რაღაც. მოვიდა ცოტა ხაში რა. მოვიდა და მეუბნება რომ იციო რაო, კიდე ერთი ვიდეო ნახე თქვენიო რა. აიო, ყაველაშვილს რო აგინეთო რა. მე ვიტყვი რომ კარგი ხო, გავიგიხ ძალიან ხერხულათან დიდად არ ვსიამოვნებს ახლა რომ მე უნდა მანახებიდან. რა მოდის მესამეთ ჩემთან და მეუბნება რომ ანრი ოხანაშვილს ფურცლები რო ჩაარტყითო. ხო, ეგეც ნანახი მაქვს. რომ აი ეგეცო ნანახი მაქვს. გაიარა ამ ქორწილმა. ანუ და მორჩა არჩევნები და აგერ ახლა ერთი კვირაა გასული და იმავე ოჯახში შევხვდი ამ კაცს რა. ის რივის ქორწილშიც ვიყავი. მოდის და მეუბნება რომ თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს რა. ეხა თითქმის უკვე ნათესავები ხო ვართო, ეხა ქორწილში ვიყავით აქ ოჯახში ერთად მოხდა. ქოცი ვარ. 13 წელია ამათ ხმებზე მუშაობ. ხო. აიპიში ვარ სენაკში 400 ლარი მაქვს ხელფასი. ხო. მილიონერი გახდა ეს ჩემი მერიო. ყველა არჩევნებზე მე მაპახავებენ რომ ხმები შეუგროვო და პირადობები ავაგროვო და ხელფას არ ვიმატებენ. ვისაც თქვენ დაარტყით და აგინეთ ყველა დააწინაურესო და 1-2-ო. იქნებ ან მაგინო. ან დამარცხა. ის სათხოვნელად მოვიდა რომ მაგინე უნდა ყაველაშვილი იყო და დასვესო, ხანაშვილი იყო და სუსის უფროსი გახადესო. დაჩი ბერაია რა ვიცი, კი წერა კითხვა არ იცის მართლა და აგერ იუსტიციის პირველი მოადგილე გახას და მე არ მაწინაურებელ. 400 ლარი აქვს დღემდე 13 წელია. 13 წელია. საწყალი აუბედურებენ. 38 მილიონი აქვს მე თქვენ საკუთარ ამორჩეულსაც ეს 38 მილიონი ფაქტია მთელი გამოწურა ქალაქი. ანუ აი რისი გამოდენაც შეიძლება ქალაქიდან ყველაფერი გამოწურა 38 არავის არ აგებინებს ხო ტენდერს მხოლოდ თვითონ არა მხოლოდ თვითონ რატომ აგებინებს ახლა ეგ
აწყობილი აქვს ოჯახური ბიზნესი და ეხა მაგათ ნაცები უნდა. ან ევროპა უნდა, ანუ საერთოდ ფეხებზე კიდე ნაცები ევროპაც ეხა ეგ სხვადასხვა ჩემთვის ნათქვამი აქვს თქოსებს პარლამენტში ესეთი რაღაცის ბიზნესმენები რო არიან, რომ ძალიან შეწუხებული რომ ეუნებოდი, ხო იცი? შეწუხებული რო ხარ, რომ შვილებს თვალებში როგორ შეხედა და მე რო ხვდები რომ ვისელაპარაკები საერთოდ რა. აი ესე მომიტრიალ და მითხრა რა, ეხა შეგონია რომ ვიტია ჯაფარიძეს აქვს ფოტოშოპის ნათქვამი. აი მიშას ადეძოს ყანწეთ რო სვადო. გახსოვს და მე მიშას რო აგინებ და აი მაგას რომ რა, ეხა შე რა გონიაო რომ რუსები რო შემოვიდნენ რა, ამდენი ფული რომ აქ ნაშოვი, ეხა მას დავკარგავო და რა მაგათ არ დავლაგდებიო. ეგ ფსიქოლოგია აქვს. აი ეს არის მაგათი ფსიქოლოგია რომ თავარია მოიპარონ, თავარია მე ეგ თვითონ შეინახონ, არ დაკარგონ და დანარჩენი ხა ეს ქვეყანა როგორ იქნება? ბოლოსკენ მინდა ეს რადგან შენ აქციებზე ხშირად ხარ, ჯარიმები გააქვს 50000 ხო? ხო, მან ხო იცი როგორ იმაში ვარ, რა ქვია, ანუ მე ვიცვლი, მე ზუგდიდელი ვარ და იქა ვარ ჩაწერილი, ამ ჩემი ოჯახის დედაჩემ, მამაჩემი ცხოვრობს მან. და თბილისში აქ ეს დაქირავებში რო ვარ, ხშირად ვიცვლი ვინას რა და ვერ მაგდებენ. ვერ პოულობ. ვერა. ანუ გამოწერილი რა ჯარიმა? ანუ ისე არის რომ რამდენჯერმე იყვნენ, მოკლედ ჩემთან და დედაჩემ უთხრა რომ არ ვიცი ჩემი შვილი აქ არ ცხოვრობს, არჩენები მართლა არა. უნდა ჩაიბარო, უნდა ჩაიბარო. რო ჩაითვალოს, რო ჩაბარებული აქვს. ანუ რამდენჯერ დაახლოებით 5ჯერ თუ 6ჯერ მივიდნენ დედაჩემთან, დედაჩემ უთხრა რომ არ არის აქ, მართლა არა ვარ იქ. ეხლა და არ ვიცი თბილისში საცხოვრობ, დედაჩემ უთხრა რომ არ ვიცი ჩვენ საცხოვრობს, მისამართი მოძებნე თქვენ რა. და ესენი ჯერ ვერ მეძებენ. ამ ამბავში რა. მაგრამ აქ ერთი ძალიან სასაცილო ისტორიაა, კიდე აი ჯარიმების ამბავი რო იყო. გახსოვს, აი ეს ერთი პერიოდი რო იყო, პოლიციელები რო აკაკუნებდნენ და ხან იძახდნენ რომ გაზის კაცი ვარ, ჯარიმები რო უნდა ჩაებარებიან და პანიკა რო იყო რა. აი ჩემს კორპუსში სადაც ავარ, მოკლედ, მისამას არ ვიტყვი რა მომძებნა მიწვალო კარგად რა. ხო და ამ ჩემს კორპუსში აქციაზე დადიოდა ბევრი რა, მეც დავდიოდი და ესე დადიოდი, მეზობლები რა თქმა უნდა და ეხლა რომ ეს აიწია რომ პოლიციელები ხან გაზის კაცად ასაღებენ თავს, ხან ვიღაცას ასაღებენ თავს და ასე შემდეგ მეზობლები შეთანხმდნენ რომ დაცვა ყავს კორპუსს და ვინმე უცხო არ ამოვიდეს რო არ ვიცით ისე, იმიტომ რომ დადიანეს პოლიციელები და გაზის კაცად ისე თან ეხლა აქ წითლიძე ამ კორპუსში და შეიძლება მოვიდნენ დასაჭერად, მოკლედ ეს კონტაქტ. დეკემბერია, წინა სახალხო დღეებია. აქციაზე ვარ და მირეკავე სამეზობლო და სასწრაფოდ მოდი და ჟურნალისტები მოიყვანე, პოლიციელი დავიჭერეთ სანტა-კლაუსის ფორმაშიო. დავჭო, ეხლა ცოტა ძალიან გამიკვირდა, ეხლა ხტები რომ მე თქვი, ხა ამადგან კი ყველაფერს ველი მართლა ამ პოლიციისგან, მაგრამ ხა სანტა-კლაუსის ფორმით რამ გააგიჟათ, ხა ჩემ დასაჭერად რომ არ მოსულიყვნენ, ვიფიქრე და თან ჟურნალისტებს არ ვთხარი, ისე მოდი ჯერ მე ვნახავ თქო რა, რა ხდება თქო. მოვედი კორპუსში და ეხლა სცენა რო წარმოიდგინეთ, მთელი კორპუსი ქვევით არის ჩამოსული რა. დაახლოებით 50 ადამიანი. ეს საწყალი სანტა-კლაუსის ფორმით დგას ესე შუაში, ეს ქუდი მოძრობილი, წვერები თავ ჩაღული და კაცმა დამინახა და ამოისუნთქა. და მოვარდი ჩამსკე რომ გალბატონოვანი მიშველეთ და რა ხდება მეთქი და კაცო გამოძახებით ავარო სანტა-კლაუსია რა. გამომიძახეს აქო. მერვე სართულის ნაცვლად შემეშალაო მეშვიდეზე მე და დავუკაკუნე კარზეო. რო დავუკაკუნე იქიდან მკითხეს ვინ ხარ და სანტა-კლაუსი და სანტა-კლაუსი და თქვენი რეჟიმის დედა წერდი. პოლიციელები და მე ვისაც მიუკაკუნე იმ სართულზე ყველა ბიზინა მაგინაო და ვეუბნები რომ სანტა-კლაუსია. დაჭერა არ უშევდნენ ხო არცა? მე ჩამოათრიეს იქიდან წარმოიდგინა ეს კაცი და სანამ არ გაირკვა რომ მართლა და სანამ ის არ იპოვეს ის მობინადრე ვინც მართლა შულს გამოუძახა ეს სანტა-კლაუსი და შეეშალა უბედურს სართული და მერვეს ნაცვლად მეშვიდეზე იყო მანამდე მაგას არ უშევდნენ. კაი იყო ძალიან. მოკლედ არა ძალიან დიდი მადლობა. იმაზეც მინდოდა მეკითხა კიმბერლი ლოუ რო იყო ზუგდიდში ჩამოსული. როგორი დრო ატარეს მეთქი ხო გეცოდინებოდა, მაგრამ ნუ აი მაგის იმედად რო არიან დარჩენილი წარმოიდგინე, ეხლა რა დღეში არიან. აი მაგის იმედად რო არიან დარჩენილი რომ აი რაღაცა ზუგდიდელებს ჩვენი გაჭერება გვეყოფოდა, ეხლა კიდე კიმბერლი ლოუ არ ჩაეყვანე. საკრებულო ზუგდიდის საკრებულო კიმბერლი ლოუს ყველაზე მაგარი ნიუსია კიმბერლი ლოუ ზუგდიდის საკრებულო უმასპინძ. ნამდვილად. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე ვიცი რომ შენ ძალიან პოზიტიურად ხარ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, იმიტომ რომ უკვე
ახალი ადმინისტრაციაც ძალიან აქტიურდება ამერიკაში და შესაბამისად საქართველოს საშველიც გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ მაგაში. ნათელია, სინათლეც შემოდის ჩვენს ფანჯრებში, მინდა ვთქვა. კი, აუცილებლად რო გავიმარჯვებ, მაგის ძალიან მჯერა. გაგვაუქმებე ციხეში გაგვიშვებს, რაც არ უნდა ქნას. ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩვენ ვიქნებით, აი ნაცები ვიქნებით, ვინც ბოლოს თავისონ კუბოზე ქართულ ოცნებას. რა ვიცი ზუსტად. კარგი, და დიდი მადლობა. ანა კეთილზე იყო ჩვენი განცემის თემა. მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა.